საქართველოში მრავლად არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ქართული ავტოსპორტის კომაგებს სიხარული არაერთხელ მიანიჭეს. ნებისმიერ მამრბოლელმა იცის, რომ წარმატებამდე მიმავალი გზა ყოველთვის რთულია და ამ პროფესიის ადამიანებს ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევთ. ყველა მრბოლელი ინდივიდუალურია და მათ შორის განსხვავების დანახვა ყოველთვისაა შესაძლებელი. ამ ვიდეოში ჩვენ მხოლოდ იმ მრბოლელებს გამოვარჩევთ, რომლებმაც თავისი უნარების დემონსტრირება ქვეყნის გარეთაც შეძლეს და საზღვრებს მიღმა ქართული ალამიც არაერთხელ ააფრიალეს. ყველა ის ავტომოყვარული, რომელიც პედესტალიდან ქართული ჰიმნის მოსმენით დამტკბარა, ეს შეგრძნება სამუდამოდ ემახსოვრება. დათა ქაჯაია. ამ მრბოლელს ყველა ავტომოყვარული იცნობს. დათა ნამდვილი ავტოენთუზიასტია. მას საკმაოდ დიდი გზა აქვს გავლილი იმ დიდ წარმატებამდე, რომლითაც მასთან ერთად მისი კომაგებიც ამაყობენ. დათას სარბოლო ისტორია BMW i30-ით და სამოყვარულო შეჯიბრებიდან იწყება. მან ყურადღების ცენტრში მოხვედრა მალევე მოახერხა. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა რკინის ნერვებით, სიზუსტით და მდგომარეობის სწორად შეფასებით. ეს ის უნარებია, რომლებიც ერთეულებს ახასიათებს და კარგი მრბოლელებისგან განასხვავებთ. მიუხედავად იმისა, რომ დათა ქაჯაია თავისი კარიერის განვითარების მომდევნო ეტაპზე პროფესიონალურ სპორტში ჩაერთო, სამოყვარულო სპორტშიც დღემდე აგრძელებს ასპარეზობას, რაც სხვა მრბოლელებისთვის ყოველთვის შთაგონების წყაროა. წარმოიდგინეთ, რამხელა გამოცდილება და პასუხისმგებლობაა, როდესაც ქართულ სამოყვარულო შეჯიბრზე ევროპის არაერთგზის ჩემპიონთან ერთად გიწევთ ასპარეზობა. ასეთი ფუფუნება ბევრ მრბოლელს არ აქვს და ეს ყველაფერი მისი ამ სპორტის მიმართ თავდადებაზე და უპირობო სიყვარულზე მეტყველებს. დათა არაერთგზის ჩემპიონია თავის სამშობლოშიც. მან ყველა დისციპლინაში მრავალჯერ მიაღწია წარმატებას, თუმცა ამასთან ერთად ქვეყნის ისტორიაში გახდა ისეთი მრბოლელი, რომელმაც მსოფლიო ავტოსპორტშიც მაღალი მწვერვალები დაიპყრო. დათა ევროპის სამგზის ჩემპიონია ევროპული ლეჯენდსის კლასში. ასევე 2015 წელს მან ევროპული ტურინგი BMW 320T სით დაიპყრო, რამაც მსოფლიო ავტოსპორტში მისი ავტორიტეტი გააორმაგა. ამას მოჰყვა ტურინგის უმაღლეს ლიგაში გადასვლა, რომელსაც DCR-ის სერიები ეწოდება. მიუხედავად არაპრივილეგირებული მდგომარეობისა, დათა მაქაც მოახერხა და 2016 წელს იმოლას ლეგენდარულ ავტოდრომზე მშობლიური ქვეყნის ალამი აიტანა. ამ დისციპლინაში ეს მესამე ადგილი მისი პირველი პოდიუმი იყო. კულმინაცია 2017 წელს დადგა, როდესაც ქართული ავტოსპორტის ისტორიაში პირველად რუსთავის ეროვნულ ავტოდრომზე DCR-ის გახსნითი ეტაპი გაიმართა, რაც დათა ქაჯაიას დიდი ძალისხმევის შედეგი იყო. მან შეძლო მშობლიურ ავტოდრომზე უამრავი კომაგის წინაშე ყველასთვის სანატრელი პირველი ადგილი მოიპოვა. ამ შემთხვევის შემდეგ დათას DCR-ის კარიერა კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდა. 2022-23 წლებში ქართველმა პილოტმა კიდევ ერთ გამარჯვებას მიაღწია და ქართული ალამი ავსტრიის ტრეკზე კიდევ ერთხელ აფრიალდა. აღნიშნულ წლებში ქაჯაიამ კიდევ რამდენიმე პოდიუმზე დაისაკუთრა ადგილი. ამ წარმატებიდან ერთი წლის შემდეგ დათამ ძალები GT2 კლასში მატო ჰომოლასთან ერთად მოსინჯა. DCR-ის სერიებში ჰომოლა ერდროს დათას მეტოქე იყო და ამ ორი მრბოლელის ბრძოლა პირველობისთვის დაუვიწყარი სანახაობა გახდათ. არსებობს მოსაზრება, რომ მხოლოდ შენმა მეტოქე მიცის რეალურად შენივე პოტენციალი, რის გამოც ჰომოლას მოწვევით დათა ქაჯაია GT2-ის კლასში KTM-ის გუნდში თავის ყოფილ მეტოქესთან ერთად აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, ერდროს მეტოქეები ერთ გუნდში პირველობისთვის იბრძოდნენ. დათამ სულ 2 რბოლაში მიიღო მონაწილეობა და ორივე პედესტალზე დაასრულა. ქართულმა ჰიმნმა კი GT2-ის რბოლებშიც გაიჟღერა.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ ქაჯაიამ ძალები ევროპულ ნასკარშიც მოსინჯა, რომელიც 2025 წელს გაიმართა და უახლესი ამბავია. იგი ჩელენჯერის კლასში მონაწილეობდა, რაც საბოლოოდ კლასის გამარჯვებით დასრულდა. მან ამ დისციპლინაშიც მოახერხა კომაგების გახარება და საქართველოს სახელით კიდევ ერთი საერთაშორისო ჩემპიონობა მიიწერა. მიუხედავად უამრავი და უმნიშვნელოვანესი წარმატებისა, დათა დღემდე მოქმედ მრბოლელად რჩება და განაგრძობს თავის კარიერას. მევლუდ მელაძე საქართველოში ყველაზე პოპულარული მრბოლელია. ყველამ იცის, რომ მევლუდი მაგარია. ქართულ ავტოსფეროში თუ კი ვინმეს რამე კითხვა აქვს, ყველა მევლუდს ეკითხება. ის თავისი საქმის ნამდვილი ექსპერტია. გაგიკვირდებათ და მისი სპორტული კარიერა ავტოსპორტით სულაც არ იწყება. ის სათავეს სამბოდან იღებს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტის ნებისმიერ დისციპლინაში მევლუდი პირველი იყო, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მევლუდ მელაძის სპორტის მიმართ სიყვარული სწორედ აქედან იწყება. მელაძეს რადიკალური ნახტომების გაკეთება ჩვევია, რაც მისთვის ხშირად წარმატების მომტანი ყოფილა. სწორედ ამ ნახტომმა მისი სპორტული პროფილის შეცვლა განაპირობა და ის ავტომრბოლელი გახდა. დღევანდელი მონაცემებით მევლუდ მელაძის სახელზე ნებისმიერ დისციპლინაში უამრავი გამარჯვებაა. იგი ავტოსპორტის სხვადასხვა კატეგორიაში საქართველოს 20 გზის ჩემპიონია. დასაწყისში მოგახსენეთ, რომ ამ ვიდეოში იმ ქართველ მრბოლელებზე მოგითხრობდით, რომლებმაც საქართველოს სახელი ქვეყნის გარეთ გაიტანეს. ამიტომ აქცენტს იმ წარმატებებზე გავაკეთებთ, რომლებიც მან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოიპოვა. მევლუდ მელაძის სადებიუტო რბოლა 2006 წელს უკრაინაში, კერძოდ იალტის რალიზე შედგა. მელაძე ბიძინაშვილის ეკიპაჟი ამ რალის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ხოლო მომდევნო წელს მელაძე კოღოსოვის ეკიპაჟმა იგივე შედეგი გაიმეორა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ მევლუდი მსოფლიო რალის დაუბრუნდა. ამჯერად ამერიკის კონტინენტს თავის ერთგულ ნავიგატორ ოვანეს კოღოსოვთან ერთად მიაკითხა. უსახსრობიდან გამომდინარე, მათ ყველაზე დაბალი ბიუჯეტის და შესაბამისად დაბალი მონაცემების ავტომობილი შეარჩიეს. ეს იყო მოძველებული Ford Escort, რომელსაც მევლუდი ფასკუნს ეძახდა. მიუხედავად ამისა, იმ დონის პილოტის ხელებში, როგორიც მელაძეა, ავტომობილმა ადგილობრივები და ქართველი კომაგების სასწაულების მომსწრე გახადა. ეს რალი მელაძისთვის დიდი თავგადასავალი აღმოჩნდა. თუ კი რაიმე პრობლემა არსებობს, ქართულ ეკიპაჟს ყველაფერი დაემართა. ამ უბრუნებაც მოახერხეს და მიუხედავად ამისა, განადგურებული ავტომობილით 3 დღიანი რალი საპატიო მეოთხე ადგილით დაასრულეს. რამდენიმე წლის შემდეგ მევლუდმა დამოუკიდებელი ძალებით ამერიკის წრიულ რბოლებში შესაძლებლობების მოსინჯვა გადაწყვიტა. ამ ჯერზე მას თავისი მეგობარი გიორგი კიბილოვი დაეხმარა. მან თავისი კუთვნილი BMW M3 მევლუდს დაუთმო. მევლუდმა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და ამერიკის წრიული რბოლების 2017 წლის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. დასაწყისში მევლუდ მელაძის რადიკალური ნახტომები ვახსენეთ. სწორედ ამ ხასიათის გამო დღეს ის საქართველოს დრიფტის ჩემპიონატში დიდი წარმატებით მონაწილეობს. 2017 და 2023 წლებში მან უკვე ეროვნული ჩემპიონობა მოიპოვა და ასევე მსოფლიო დრიფტის სერიებშიც აქტიურ მონაწილეობას განაგრძობს. დიდი მეც ვიტოვებთ, რომ მელაძე ქვეყნის გარეთ ეროვნულ ალამს კიდევ არაერთხელ აღმართავს. ოთარ თავარტკილაძე ოთარ თავარტკილაძე ნამდვილად ის ადამიანია, რომელსაც არც ერთი მრბოლელი არ ისურვებდა კონკურენტად, რადგან არ არსებობს მდგომარეობა, რომელშიც ამ მრბოლელს რამე გაუჭირდება. ის უნივერსალური მრბოლელია, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და მის კარიერას თუ გადავხედავთ, ჩავარდნებს თითქმის ვერ ვიპოვით. ყველა მრბოლელს ძლიერი და სუსტი მხარე აქვს, მაგრამ ოთოს შემთხვევაში სუსტ უნარს ვერ ნახავთ. ის კავკასიის თასის ორგზის მფლობელია, ხოლო ყველა დისციპლინაში საქართველოს ჩემპიონობა 11ჯერ აქვს მოპოვებული. ეს მონაცემები ამ მრბოლელის უნივერსალურობას და ნიჭს კიდევ ერთხელ ადასტურებს. რბოლის დროს მის სიხურება და ზღვარზე სიარული მაყურებლისთვის და ხშირად თვითონ მრბოლელისთვისაც კი ერთგვარი სიამოვნებაა.
ოტოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს საფარი წვიმიანია თუ მშრალი. ავტომობილი წინაწამყვანია თუ უკანა. თავარდკილაძის ძველი სკოლა დღემდე უშიშარ ხასიათს ატარებს. სწორედ ეს უშიშარი ხასიათი განაპირობებს მრბოლელის ნაბიჯებს მაშინ, როდესაც სხვებს ეშინიათ ან გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას ვერ ბედავენ. ის შედეგი, რითაც ოთომ ქვეყანა ასახელა, ცირედით გაგაოცებთ. ესეთი რამ 10 წლეულებში ერთხელ თუ ხდება. 2007 წელს იალტის რალიზე საქართველოს სახელით 2 ეკიპაჟი იყო წარდგენილი. მელაძე კოგოსოვის და თავარდკილაძე კუხიანიძის. სამდღიანი დამხლელი რალის ერთ-ერთ სარბოლო მონაკვეთზე ადგილობრივების ეკიპაჟი გზიდან გადავარდა და მძიმე დაზიანებები მიიღეს. გზადგამვლელი მონაწილეებიდან, რომლებიც ათეულობით იყვნენ, მხოლოდ ოთარ თავარდკილაძე აღმოჩნდა ის მრბოლელი, რომელმაც ამ ინციდენტის დანახვისას ავტომობილი სარბოლო მონაკვეთზე გააჩერა და გზიდან გადაჭეხილ უკრაინელ მრბოლელებს ავტომობილიდან გადმოსვლაში და პირველადი დახმარების გაწევაში დაეხმარა. ამ საქციელით ქართველების ეკიპაჟმა მრავალთვიან მზადებასა და სანადრელ გამარჯვებასაც ხაზი დაუფიქრებლად გადაუსვა. ეს ქმედება ამ შეჯიბრის ორგანიზატორებს არ გამორჩათ და თავარდკილაძე კუხიანიძის ეკიპაჟს უდიდესი ღირსების თასი გადასცეს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით გთავაზობთ უიშვიათეს ვიდეოს, რომლის არსებობის შესახებაც ბევრმა არც კი იცის. ეს არის ვიდეო, რომლითაც თითეული ქართველი ამაყებს. Первыми остановились гонщики грузинского экипажа. Грузия наш друг. პირველი ქართული ეკიპაჟის მრბოლელები გაჩერდნენ. საქართველო ჩვენი მეგობარია. დიდებული ქვეყანა, ჩვენი მოძმეერია. ძალიან ცხელი ხასიათით და დიდი ტრადიციებით. სცენაზე ვთხოვთ. საქართველოს ნაციონალური ნაკრების ეკიპაჟს საბორტო ნომრით 15. ამობრძანდით. ეს ის საამაყო ხალხია, რომლებმაც სპორტული შიდა ცეცხლგამძლე სამოსიც კი გაიხადეს და დაზარალებულ მრბოლელს გადაახვიეს, სანამ ადგილზე სასწრაფო სამაშველო ჯგუფი მივიდა. ესენი არიან ადამიანები ღირსებით. კალბატონებო და ბატონებო, ოთარ თავარდკილაძე და ვლადიმერ კუხიანიძე. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც წაგება მოგებაზე მეც ნიშნავს. სანდრო თავარდკილაძე. თაობების სპორტის ნებისმიერ კატეგორიაში არსებობს და სანდრო თავარდკილაძე ჩვენს მიერ ჩამოთვლილი მრბოლელების შემდგომი თაობაა. თუმცა ხომ გაგიგიათ, ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილის ჯობდეს მამასაო. ხო და სანდრომ მოახერხა და თავის მამას ოთარს საქართველოს ჩემპიონობის რაოდენობაში გადაასწრო და იგი უკვე 13 გზის ჩემპიონია. სანდროს ავტოსპორტში მოსვლას წინ მისი მამის ოთარ თავარდკილაძის დიდი ძალისხმევა უძღოდა. იგი დღემდე გვერდში უდგას თავის შვილს, რისთვისაც გარკვეულწილად თავისი კარიერაც კი გვერდზე გადადო. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ოთარ თავარდკილაძის მსგავსი მწვრთნელი ბევრს ნიშნავს. სანდროს პირველი ნაბიჯი საკმაოდ კატეგორიული და გაბედული იყო. ის მხოლოდ 13 წლის გახლდათ, როდესაც პროფესიონალურ დონეზე მომზადებულ Citroen Saxo-ს საჭეს მიუჯდა და ეგრეთ წოდებულ time attack-ში მიიღო მონაწილეობა. მან შეძლო თავისზე ასაკით და გამოცდილებით დიდი მრბოლელების დამარცხება და თავისი კლასის გამარჯვებული გახდა. ამ შეჯიბრებიდანვე გამოჩნდა თუ რა განზრახვა ჰქონდათ თავარდკილაძეებს, გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება. ამჟამად შიდა ჩემპიონატებში სანდროს სახელზე ბევრი მოგება. ის ძალიან დიდ წარმატებებს აღწევდა ფორმულა ალფას ტიპის შეჯიბრებებში, რაშიც საქართველოს ჩემპიონიც კი გახდა. თუმცა მისი წარმატებებიდან ყველაზე აღსანიშნავი აზიის ფორმულა 4 შედეგებია. 2019 წელს სანდრომ ფორმულა 1-ისკენ გზა გაიკვალა და მონაწილეობა ფორმულა 4-ის შეჯიბრში მიიღო, რომელიც აზიის კონტინენტზე იმართებოდა. ეს დისციპლინა რანგით ფორმულა 1-თან ახლოსაა. მთელი სეზონის განმავლობაში მან არაერთი გამარჯვება და პედესტალი მოიპოვა. იყო იმედგაცრუებებიც და გაჩერებული ბოლიდიც. თუმცა ამ რთული გზის ბოლოს მან აზიის ჩემპიონატში საპატიო მესამე ადგილი დაიკავა და პედესტალზე ქართული ჰიმნიც არაერთხელ გააჟღერა.
გახსოვთ დათა ქაჯაიას ევროპული ნასკარის ჩემპიონობა. ქართული გუნდის მეორე მრბოლელი სანდრო თავარტკილაძე იყო, რომელიც მასტერსის კლასში ასპარეზობდა. მთელი სეზონის განმავლობაში სანდრომ 10-ჯერ მოახერხა პედესტალზე ასვლა და წლის ჩათვლაში ვიცე-ჩემპიონიც გახდა. ავიღეთ სტარტიდან, შევძელდა მესამე პოზიციაზე მოვედით საერთო ჯამში, მეორე პოზიციაზე კლასში და მაინც რაღაც პრობლემები მქონდა ტორმუზე, თუმცა შევძელით და დავასრულეთ რბოლა. ეხლა ვფიქრობ, რომ მანქანა გავაკეთოთ და ხვალ იმედია, რომ სულად გზადყოფნაში შევხვდებით შეჯიბს. 2025 წელს ევროპული ნასკარის დაჯილდოების ცერემონიალებზე ქართული ჰიმნი ლამის ყველაზე ხშირად ისმოდა და ჩვენი ეროვნული დროშა ისეთი ევროპული ქვეყნების გვერდით ფრიალებდა, როგორიც იტალია, გერმანია და დიდი ბრიტანეთია. სანდრო თავარტკილაძე საქართველოს მოქმედი ჩემპიონია და ყველას აქვს იმედი, რომ ის მსოფლიო ავტოსპორტის სხვადასხვა დისციპლინას არაერთხელ დაიპყრობს. არჩილ ბიძინაშვილი ეს მრბოლელი ყოველთვის ამ სპორტის მიმართ დიდი ერთგულებით და თავდადებით გამოირჩევა. არჩილი არც ერთ შეჯიბრზე მონაწილეობის მიღებას არ თაგილობს. პირიქით, ყველა შეჯიბრი სწურია. რბოლაზე ბიძინაშვილის და მისი ველური ჰონდის გამოჩენა ყველა კონკურენტში შიშს პატებს. რადგან მას არ აინტერესებს ვინაა მისი მოწინააღმდეგე და რამდენად ძლიერი ბოლიდი ჰყავს. ის ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის. ამ ფაქტს კი ისე შეაჩვია ყველა ავტომოყვარული, რომ მისი კარგი შედეგები აღარავის უყვარს. ჰონდა ტყუილად არ გვიხსენებია. არჩილი და ჰონდა ერთი მთლიანი სხეულია და ის ამ წარმოებლის მიმართ იმდენად ერთგულია, რომ სხვა ავტომობილებისკენ გახედვაც კი არ უნდა. ბიძინაშვილის სხვადასხვა კატეგორიაში საქართველოს 11 გზის ჩემპიონია. აქედან 4-ჯერ ლეჯენდის ტიპის ბოლიდებით მშობლიური ჩემპიონატი აქვს მოგებული. 2011 წელს მან იალტის რალიზე მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. მისი ნავიგატორი გოგა არჯევანიძე იყო, რომელიც საქართველოში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელია და ეროვნული ჩემპიონის ტიტული უამრავჯერ აქვს მოგებული. რალი როგორც წესი სამდღიანია. ქართული ეკიპაჟის ლიდერობა პირველივე დღიდან აშკარა გახდა. იღბალიც მათ მხარეზე იყო და შეჯიბრმა ყველანაირი ექსცესების გარეშე ჩაიარა. არჩილმა თავისი კლასი დიდი სხვაობით მოიგო. ისე გაათამამა ქართველი კომაგები, რომ მას უკვე აბსოლუტურ ჩათვლაში გულშემატკივრობდნენ. ეს იყო კიდევ ერთი შემთხვევა 2007 წლის შემდეგ, როდესაც იალტის რალის დაჯილდოების ცერემონიაზე ქართული ალამი კიდევ ერთხელ აღიმართა. სანდრო ლომაძე სანდრო ლომაძის გამოცდილება ძალზედ მრავალფეროვანია. ალბათ გაგვიჭირდება იმ დისციპლინის მოძიება, სადაც სანდროს მონაწილეობა არ მიუღია. ეს მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება პროფესიით ფინანსისტი ავტოსპორტზე იყოს შეყვარებული. თავის სარბოლო კარიერაში სანდრო ლომაძე ბევრი პოდიუმის მონაწილეა. მისი წარმატებები და გამოცდილება ფორმულა ალფას, წრიული რბოლების ბევრ დისციპლინას, რალის, აღმართის დაძლევის, კროსის და კიდევ ბევრი სხვა სახის ავტორბოლებს მოიცავს. მისი ეს წარმატებები მხოლოდ ქვეყნის შიგნით არ მთავრდება. შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ მას საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები ქვეყნის გარეთაც აქვს დაფიქსირებული. მისი პირველი მნიშვნელოვანი მცდელობა 2017 წელს ევროპის რალის ჩემპიონატზე შედგა. მან თავის ნავიგატორთან მევლუდ მელაძესთან ერთად საპატიო მესამე ადგილი დაიკავა. ამავე წელს ქართულმა ეკიპაჟმა ბულგარეთის რალის ღია ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და გულშემატკივრების სანატრელი პირველი ადგილით გაახარეს. ნებისმიერი გამარჯვება თუ წარმატება მრბოლელს კიდევ უფრო მეტს ანდომებს. არც სანდრო ლომაძე დასჯერდა მიღწევებს და მომავალი წელი სამაყოს შედეგებით დაამთავრა. კერძოდ კი მან 2018 წლის რუმინეთის რალის ჩემპიონატში მეორე, ხოლო ხორვატიის რალის ჩემპიონატში მესამე ადგილი მოიპოვა. ქართული ავტოსპორტის გულშემატკივრებს სანდროს და მევლუდის მიერ ზღვარზე სიარულის არაერთი კადრი და მოგონება ახსოვთ. ბოლო წარმატება, რაც ლომაძის ანგარიშზეა, კვლავ 2018 წელს შედგა. ქართველმა მრბოლელმა
Hyundai ტროფის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად Hyundai-ის ქარხნული გუნდის ბოლიდი და ტექნიკური გუნდი დაიქირავა. მიუხედავად არაერთი სარბოლო ინციდენტისა, რბოლა ლიდერის კვალდაკვალ მეორე ადგილზე დაასრულა. 2017-2018 წლებში ევროპული რალის პედესტალებზე ქართული ჰიმნი არაერთხელ გაჟღერდა. სანდრო ლომაძე ამჟამად ავტორბოლას ჩამოშორებულია და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. იგი ეროვნული ავტოსპორტის სახელის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანას კვლავ განაგრძობს, თუმცა არა გადუგული ბოლიდის, არამედ სამუშაო ოფისის დახმარებით. მათე კობახიძე ჩვენი ვიდეოს ბოლოს კი ყველაზე დიდი იმედის მომცემი ისტორია შემოგინახეთ, რადგან ნებისმიერ სპორტის სახეობას, რომელსაც მომავალი თაობა არ ჰყავს, განწირულია. ეს დაუწერელი კანონი ავტოსპორტშიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სპორტის დანარჩენ სახეობებში. მათე კობახიძე ქართული ავტოსპორტის მომავალი იმედია. იგი სულ რაღაც 14 წლისაა და თავისი ქვეყნის ჰიმნი ევროპელებს, ბრიტანელებს და ამერიკელებს უკვე დააზებირებინა. ასაკის მიუხედავად, მათე გამოცდილებას არ უჩივის, რადგან იგი 8 წლის იყო, როდესაც მის მამამამ, ვაკო კობახიძემ საქართველოს კარტინგების ჩემპიონატში საასპარეზოდ მიიყვანა. მათემ მალევე გამოავლინა თავისი ნიჭი. მის სახელზე საქართველოს ჩემპიონობის 2 ტიტულია. მან 2021 და 2022 წელს ეროვნული კარტინგების ჩემპიონატი მოიგო. გაითვალისწინეთ, რომ იმ დროისთვის მათე კობახიძე სულ რაღაც 10 წლის იყო. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ მათე კარტინგების სერიებში უკვე რამდენიმე წელია ქვეყნის გარეთ ასპარეზობს. მის სახელზე უამრავი პედესტალი და არაერთი გამარჯვება. პოდიუმზე მისი პირველი ასვლა 2023 წელს ლატვიაში, ხოლო მეორე 2024 წელს ბელგიაში, კერძოდ კი გენკის ავტოდრომზე დაფიქსირდა. ამას გერმანიაში ლეგენდარული მიხაელ შუმახერის სახელობის კარდოდრომზე მიღწეული პოდიუმიც დაემატა. ხოლო 2024 წლის ბოლოს ისევ ბელგიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ოქროს თასის რბოლაზე მათემ ბრინჯაოს медали მოიპოვა. უმცროსი კობახიძის წინსვლა კიდევ უფრო შესამჩნევი 2025 წელს გახდა. ეს წელი პატარა მრბოლელისთვის ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, რადგან პირველ რბოლაში, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიმართა, მათემ ვერცხლის медали მოიპოვა. ამ წარმატებას მომდევნო საფეხურზე მესამე ადგილიც დაემატა. 2025 წლის მესამე ეტაპზე კი ის სანატრელი მომენტი დადგა, როდესაც მათე კობახიძემ ბელგიის ავტოდრომზე წარმოუდგენელ გამარჯვებას მიაღწია. მან ნახევარფინალური და ფინალური რბოლა პირველი ადგილით დაასრულა. დიახ, დადგა ის საოცნებო მომენტი, როდესაც ქართული ალამი პედესტალის პირველ ადგილზე იყო აღმართული. 2025 წლის ამ წარმატებას კიდევ არაერთი გამარჯვება მოჰყვა. მათე კობახიძემ იტალიის გრან-პრი, ბელგიის გრან-პრი და ჩეხეთის გრან-პრიც მოიგო და სეზონი 2025 წლის ევროპის ჩემპიონის ტიტული დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ბოლო გადამწყვეტ ეტაპზე, რომელიც იტალიაში გაიმართა, მათემ კონკურენტები უბრალოდ უშანსო დატოვა. მან ნახევარფინალური და ფინალური რბოლები განსაკუთრებული დომინირებით და ნანადრი გამარჯვებით დაასრულა. From Georgia, Matt Kobakidze, vincitore della finale. მიუხედავად ასეთი დატვირთული სარბოლო სეზონისა, მათეს მამამ ვაკომ წლის ბოლოს ამერიკაში გამართულ პრინციპულ რბოლაში გადაწყვიტა თავისი ვაჟის მონაწილეობა. რბოლის პრინციპულობას ის განაპირობებდა, რომ მასში გამარჯვებულს ბევრი ისეთი გუნდი აკვირდებოდა, რომლებიც ფორმულას სხვადასხვა კატეგორიებში ახალგაზრდა და ნიჭიერ ტალანტებს ეძებდნენ. ამერიკის საკონტინენტო თასი მათესთვის სრულად უცხო იყო, რადგან სარბოლო ტრეკზეც პირველად მოხვდა და კარტინგებიც მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო. მიუხედავად ამისა, მან შესარჩევი რბოლა პირველი ადგილი დაასრულა.
რასაც შემდგომ ნახევარფინალის მოგებაც მოჰყვა. Up at the front, Mate, Kobakidze, Georgia, Tbilisi. ცალკე უნდა აღნიშნოთ ფინალური გარბენი, რადგან ამ დროს მათე რბოლის სტარტიდან ლიდერობდა. თუმცა მდევარმა ერთ-ერთ მოსახვებში მათეს კარტინგს უხეშად მიარტყა და ქართველი ტალანტი გზიდან გადავარდა. მიუხედავად ამ ინციდენტისა, მან მაინც მოახერხა რბოლის პედესტალზე დასრულება და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ავტოსპორტში მოგებას იღბალი, მოტივაცია, კონცენტრაცია და რკინის ნერვები განაპირობებს. სამწუხაროდ ამ რბოლაში იღბალი მათეს მხარეს არ იყო. თუმცა დამკვირვებლები რომ ვახსენეთ ხომ გახსოვთ, ისინი თავისი საქმის პროფესიონალები არიან და პატარა ქართველი მრბოლელის პოტენციალი არ გამორჩენიათ. 2025 წლის ბოლოს მათემ ბრიტანული ფორმულა 4-ის გუნდიდან შემოთავაზება მიიღო. ცოტა ხნის წინ მათეს მამა ვაკო კობახიძე ვახსენეთ. ეს ადამიანი კრისტალ ავტოს მაყურებელმა ავტოპორტრეტიდან იცის. ის თავისი ვაჟისთვის არაფერს იშურებს, რადგან კარგად იცის იმ გზის სირთულე და მნიშვნელობა, რასაც მრბოლელი წარმატებამდე მიჰყავს. ვაკო კობახიძე 2021 წლის საქართველოს რალის სპრინტის თასის აბსოლუტ კლასის გამარჯვებულია. ამ მომენტისთვის იგი სრულად არის მათეს სარბოლო კარიერის მენეჯმენტში გადართული და მისი სწორი გათვლების დამსახურებაა ის ყველაფერი, რამაც მათე ფორმულა 4-მდე მიიყვანა. ფორმულა 4-ის გუნდიდან შემოთავაზების შემდეგ მათე და ვაკო კობახიძეები დაუყოვნებლივ გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრნენ, სადაც მათ ლეგენდარულ ტრეკზე სნეტერტონზე შესარჩევი ტესტების გავლა მოუწიათ. აღსანიშნავია, რომ მათე იმ 10 მრბოლელიდან ერთ-ერთი იყო, რომლებიც იმავე შესარჩევ ტესტებზე იყვნენ მიწვეულები. თუმცა მათემ წვიმიან ამინჩი გუნდისთვის გასაოცარი შედეგი აჩვენა და მამამ გუნდიდან შეთავაზება მალევე მიიღო. გუნდმა ძალზე დადებითად შეაფასა მათეს პოტენციალი და შედეგები. ბრიტანელებმა ვაკო კობახიძეს განუცხადეს, რომ 10 მრბოლელიდან მათე პირველი იყო, რომელთანაც გუნდს თანამშრომლობა სურდა. 2025 წელს ბრიტანულ ფორმულა 4-ის გუნდსა და მათე კობახიძეს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც 2026 წლის ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში და ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დისციპლინა რანგით ძალიან მაღლა დგას და იგი ფორმულა 1-ისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ფორმულა 1-ის პირდაპირი ტრანსლაციის დროს ქართული დროშა და გვარი. მე მგონი ხვდებით, რამხელა სიამაყის გრძნობა დაგვეუფლება ყველა იმ ადამიანს, რომლისთვისაც ქართული ავტოსპორტი ძალზედ მნიშვნელოვანია. კრისტალ ავტოს გუნდი წარმატებას უსურვებს მათეს ფორმულა 1-ისკენ მიმავალ გზაზე და იმედს ვიტოვებთ, რომ იღბალი მის მხარეზე იქნება. ამ იმედის მომცემ ნოტაზე ჩვენი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. კიდევ რომელი მრბოლელი გახსენდებათ, რომელმაც საქართველოს სახელი მსოფლიო ასპარეზზე წარმატებულად გაიტანა? აუცილებლად იაქტიურეთ კომენტარებში.